ეთერშია კომუნიკატორი მეტაგასარი. ეთერშია კომუნიკატორი და ჩვენ განვაგრძობთ სკანირების შედეგების წარმოდგენას. სხვათა შორის შემოგვივიდა რამდენიმე ფოტო, რომელზეც ნასტასია გაგიცავდა იმასთან დაკავშირებით, რომ გამოგვიგზავნონ სარეკლამო აბრები ან რაიმე მცირე ბიზნესის ამსახველი სურათები ერთმა მოქალაქემ მაყურებელმა დაგვიკმაყოფილა, გამოგვიგზავნა სამტრედიიდან მისი ძმის გამოგზავნილი ფოტო და აქ არის ასახული პრინციპში გარემოვაჭრეების მიერ სალონად ქცევის, ქუჩის სალონად ქცევის პროცესი. თუ ეს ან მსგავსი სხვა საინტერესო სიტუაციების ამსახველი ფოტოები გაქვთ, გამოგვიგზავნეთ, ვფიქრობთ, რომ საბოლოო შედეგს, რასაც ვფიქრობ, რომ შემოგთავაზოთ, იქნება საინტერესო, მოკლედ ჩაერთეთ ამ ინიციატივაში. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო ამბავი გვაქვს. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, ეგრეთ წოდებული EMC, შემოკლებული ვარიანტით, წარადგინა 10 ოჯახის მოთხოვნა, რომ დაეკმაყოფილებინათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით. აქედან მხოლოდ 7 ოჯახი დააკმაყოფილეს, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის სოფელი ვეძათხევი, სადაც მუდმივად მცხოვრები 6 ოჯახი დააკმაყოფილეს საცხოვრებელი ფართით და ოქრუანში მცხოვრები 1 ოჯახი დააკმაყოფილეს ასევე ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით. ეს არის მეწყრე საშიში ზონა, სადაც ადამიანებისთვის სიცოცხლისთვის საშიში სიტუაცია შექმნილი, იქიდან გამომდინარე, რომ ყოველდღიურად შეიძლება მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს. ეს ყველაფერი EMC მიმართა სტიქით დაზარალებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელ კომისიას და სწორედ აი ამ კომისიამ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება და ამ ადამიანებს უკვე ექნებათ სახლი, სადაც შვიდათ შეძლებენ ცხოვრებას. გამეხარდა ეს ამბავი, იმიტომ რომ შარშან ზამთარში ვიყავი სოფელში, ან ვეძათხევში, სადაც მაშინ 11 კომლი ცხოვრობდა, პრინციპში ეს სურათებით შეგვიძლია ვაჩვენოთ. მაშინ გადავიღე, პირველად ნახე ესეთი პრინციპში დასაღუპად განწირული ადამიანები მარტო ამ ბუნების წინაშე, იმიტომ რომ აქ არის იყო ყოველ შემთხვევაში მცოცავი ტალახი, აი დაახლოებით ესეთ სახლებში ცხოვრობდნენ ეს ადამიანები და მინდა გაჩვენოთ ძალიან მოკლედ ამ ბაბუას ვიდეო, რომელიც დაახლოებით ესეთ სახლში ცხოვრობდა და ყვებოდა ან თავისი ცხოვრების შესახებ, რა როგორ მძიმე ცხოვრება. მაღალი ყოდა ერთი მხარე თბილი იქნებო აქ მოვწანი წნელით. რამდენი წელია რაც ამ სახლში ხართ? რამდენი ხანია რაც ამ სახლში ხართ? ამ სახლში რაც ვარ 8 წელი, 7 წელია რა. 8 წელი, 2003 წელიდან დაიწყო დამზრება და დაინგრა, მაგრამ ძალიან და დაშილდნენ, დავშილდი. ისე მოიყავი, წავიდნენ, უთხარი ეგ მაღალი სახლია, დაგეცემოთ და დაგუყავს. დაგაიეთ მაიქაც. ეს ესეთი სახლი. ვატანული და ეგრეა ჩვენ გოვარო პაპა. ეგრე. ეს იყო ბაბუ გადავიდა ახალბინაში, რომელიც აყვებოდა ძალიან სევდიან ამბავს იმის შესახებ, რომ მისი ცოლი, რომელიც ძალიან უყვარდა, დაიღუპა ფილტვების ანთებით. ამ ვერ გადაიტანა მოკლედ ესენი ამ სახლიდან, კაპიტალურად ნაშენი სახლიდან, გადავიდნენ რაღაც ფაცხაში, ვერ აკიღწევთ ანუ რაღაც ქაღალდებით და ცელოფნებით ხეზე შემოხვეული რაღაც საოცრება იყო, სადაც ფეჩი ენთოთ ეს ტრადიციული ღუმელი, ოღონდ ვერ ათბობდა ვერანაირად, იმიტომ რომ ქარი ჩვეულებრივად უბერავდა და ბებო დაავადდა ფილტვების ანთებით და ყვებოდა იმას, როგორ ვერ შეძლო მისი გადარჩენა. მოკლედ ძალიან მძიმე ამბავი იყო, ძალიან გამეხარდა. იმედია მსხვერპლი აღარ იქნება. კიდე ერთი მსხვერპლი იყო, რომელიც მდინარეში წყალდიდობის შედეგად ჩავარდა და დაიღუპა. მოკლედ ძალიან მძიმე სოფელია და კარგია, რომ დააკმაყოფილეს ეს ადამიანები საცხოვრებლით.